მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი, ახალი ავტომობილით. Რო ვუყურებ მეტირება, ალბათ ჩემი დამოკიდებულება მუსტანგების მიმართ უკვე ყველა მიცით. ანუ რა ავტომობილის არ უნდა დამეყენო, პირველი ყოველთვის აი მუსტანგი და მერე სხვა დანარჩენი. აი მიყვარს რა გავაკეთო, შეიძლება ბევრმა უგემოვნოც კი მიწოდოთ ამის გამო, მაგრამ ნუ რა ვქნა. გადავიდეთ დღევანდელ სტუმარზე. ავტომობილი არის 2024 წლიანი Ford Mustang GT. რომელიც აღჭურვილია 5-დან 0 ძრავით, აქვს 486 ცხენის ძალა, 562 ნიუტონმეტრი და აღჭურვილია ასევე 10 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. როგორც უკვე მივხვდით, ავტომობილი არის ავტომატიკა და ავტომატიკებს ქართულად უწერია, რომ 0-დან 100-მდე ჩქარდება 3.8 წამში. რაც მოგეხსენებათ, ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, ვინაიდან წონა აქვს საკმაოდ დიდი. და ეს საკმაოდ დიდი წონა არის ტონა და 700-ზე ცოტა მეტი. კარგია, მე მომწონს, ვერაფერს ვერ დავუწონებ. გადავიდეთ უშუალოდ ვიზუალზე. ვიზუალს შევხედავთ, აი, რო ვუყურებ მართლა მეტირება, იმდენად მიყვარს, იმდენად მომწონს და იმდენად კარგი ავტომობილია, რომ აი არ ვიცი. ნუ ფარები შეცვალეს. და რომ გითხრათ, რომ რაღაც ცუდი გააკეთეს ხო არა, ძალიან ლამაზია, უბრალოდ მოცულობაში ცოტა დააბატარავეს. თუმცა ეს სამი ჩალაგებული ნათება რაღაც ბუგატისებურია და მე პირადად მომწონს. წინაცხაურა კარგია, ეს ჭრილები ძალიან მომწონს, როგორც იცით, ამ ჭრილებიან ბამპერებს ისედაც ყიდულობდნენ დაბლწლიან მუსტანგებზე და ისე აყენებდნენ, ამ შემთხვევაში ქარხნულად გვაქვს ეს ყველაფერი და აღარ ჭირდება წვალება, მაგრამ აი ეს პლასტმასები არის იმენა Ford-ია რა, აი ძალიან ჩინური თემა არის, მაგრამ ლამაზია, ვერაფერს ვერ დავუწონებთ. ნუ ძრავის ხუფი. როგორც ყველა მუსტანგს საკმაოდ დიდი აქვს, ნუ აქ გაგრილების თემაში ეს ჭრილებიანი დამატება გვაქვს. ნუ საბოლოო ჯამში წინა მხარე ძალიან მომწონს, აი იდეალურია. გადავიდეთ გვერდით. დისკები ქართულად აყენია 19-იანები. მაგრამ ანუ აი ვერ ვიგებ, რატომ უნდა დააყენო ამ ავტომობილზე 2024 წელია. უშვებ ახალ Mustangs. თან არის GT. ეს მაიმუნობა დისკები რა არის? ანუ რამე ლამაზები დააყენეთ, შეცვალეთ, რავი, აი არაფერში არ ზის რა. არ მომწონს. დისკები არ მომწონს. გადავიდეთ კარზე. კარი საკმაოდ დიდი ზომის არის, მინდა გითხრათ, სარკე ძალიან პატარა ზომის არის, ნუ მუსტანგებს ახასიათებთ და რა თქმა უნდა არ გაგიკვირდათ და ხელის გამღები ბერკეტი არის. აი არ ვიცი, ძალიან უშნო. ძალიან არ მომწონს რა გავაკეთო, აი ვერა და ვერა. ეგრეთ წოდებული კარნიზის სამწუხაროდ არ ვიცი ქართულად რა ხქვია, მაპატიეთ მეგობრებო ჟარგონისთვის, მაგრამ ანუ ლარიანებში ნაყიდი პლასტმასია, განა ნახევრიანი არა, იმენა ლარიანებში იყიდეს და ის პლასტმასი დაგვეყენეს აქ. არ ვიცი. გვერდით ეს გადასვლა, ნუ აი არ ვიცი. აი ძალიან კარგია, ეს მუსტანგისებურია, ეს გაბერილი ფრთა, ძალიან მიყვარს, ნუ სპოილერი. მინდა გითხრათ, რომ სპოილერი არის ძალიან უცხო ამ ავტომობილზე. არ ვიცი სხვებს მსგავსი მოყვება თუ არა. მაგრამ ძალიან ლამაზია. აი უცხოა და უხდება. სტოპები. მუსტანგი ალბათ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი იმ ავტომობილთაგანია, რომელსაც უკნიდან შეხედავ და იტყვი, რომ აი მუსტანგია მისი სტოპებიდან გამომდინარე და ასევე წინა მხრიდანაც რა, ანუ სხვა ავტომობილში არ აგერევა. უბრალოდ რა ქნეს, დიდი ვერაფერი ვერ ქნეს, იგივე დატოვეს, მაგრამ ზომაში ძალიან დააპატარავეს, ძალიან 4 კუთხედები გააკეთეს. მე პირადად წინა მოდელის სტოპები მირჩევნია. ცუდი არ არის, მუსტანგური ხასიათი შემორჩენებული აქვს, მაგრამ ზომაში იმდენად პატარა არის, რომ აი ეს ეშხი აღარ აქვს. უკანა მხარეც მომწონს, ანუ ეს ის შემთხვევა, როცა წინა უკანა მხარეს არ ჩამორჩება და უკანა მხარეს წინა მხარე არ ჩამორჩება. უკანა მხარე მომწონს, ნუ აქ GT-ა წერია, რა თქმა უნდა, ვინაიდან GT-ა და მოგეხსენებათ Ford-ებში თუ GT-ა წერია და თუ უბრალოდ არაფერი არ არის, მაშინ ცხენია მიკრული. ამ შემთხვევაში GT-ა. დიფუზორი მომწონს, კარგია, მაგრამ ესეც ლარნახევრიანი პლასტმასი გვაქვს. არ ვიცი რატომ, Ford-ი არის ის ბრენდი, რომელიც ყველაფერში ფულს ჟმოტავს. აი რაღაც ძალიან ჩინურად ემართებათ რა.
თუ რაღაც გინდათ რომ აი კარგი კომპლექტაცია იყოს და რაღაც დაამატებინოთ და აი ელემენტარული სიტყვაზე სავარძლის ელექტრო ის გქონდეთ რა ქვია ხელზე და არა მექანიკური, მაგაზე ფული უნდა დაამატოთ და ჩაგიმატებენ. აი ყველაფერში ფულს აკეთებენ. ახაც ალბათ ეგ ამბავია რა, იმის მაგევრად რომ მანქანა დაემჩატებინათ და ცოტა წონა მოეკლოთ და რაღაცა კარბონისებური დეტალები შეეტანათ და რაღაც უფრო ლამაზი ყოფილიყო, პლასტმასები ყარეს და ყარეს. რავი, ცუდი არ არის, მაგრამ არც კარგი არ არის. ნუ პარკინგები რა თქმა უნდა გვაქვს, უკანა ხედვის კამერა გვაქვს, საბარგულის კარი ძალიან პატარა არის, რაც ისედაც ახასიათებდა და მოდით ჩავიხედოთ ერთი შიგნით რა ხდება. და რომ იმას იზავ, ანუ თავისით არ იხდება, ეგ კიდევ ცალკე ამბავია. ეს გავწიოთ და რავი, ჩვეულებრივი მუსტანგური საბარგული გვაქვს რა. არც დიდი, არც პატარა. არაფერი განსაკუთრებული რა, საბარგულია. და როცა ხურავ ეს სპოილერი განაობს. ყველაზე კარგი რაც არის კიდევ და სულ მიხარია ხოლმე როცა ვხედავ 4 მაყუჩი. რეალურად 4 მაყუჩი, ნუ ავტომობილი რა თქმა უნდა 5-დან 0-ია და 8 ცილინდრი გუგუნებს 4 მაყუჩი ადგილზე, ანუ რომ ზიხარ აი გსიამოვნებს რა დღეს უკვე სულ ჩინური ავტომობილებია ბაზარზე. სულ ელექტროავტომობილები და ჰიბრიდებია და ეს რა მაყუჩი, აი არ ვიცი. სასწაული, იმენა ცხონება არის. ბორლა აყენია. არ ვიცი, მხოლოდ ეს თავებია ბორლასი თუ მთლიანად გამშვების სისტემაც ეგ არის, მაგრამ კარგია და ცუდი ნამდვილად არ არის. გადავიდეთ წინ საქარე მინაზეც, ერთ-ორ სიტყვას ბარემ საქარე მინაზეც გეტყვით. საქარე მინა როგორც ყველა მუსტანგში ისეა რა, არც დიდი, არც პატარა, მიჩვევადია, რა თქმა უნდა, ნუ ცხვირი ძალიან დიდი აქვს ავტომობილს, მაგრამ დისკომფორტი არ გაქვს რა, როგორც კი ავტომობილში ჯდები და ირგებ ამ მანქანას, ეგ უკვე დისკომფორტს აღარ გიქმნის რა. მე პირადად არანაირი დისკომფორტი არ მაქვს პირიქით. ისე მიყვარს, ვერ წარმოიდგენთ. წავედით სალონში. ნუ აი ხელის გამღები ბერკეტი მართლა აი რაფტორს რომ აქვს რაღაც ეგეთ სტილშია რა, ამ სპორტულ ავტომობილს ეს აუ არ მინდა რომ მუსტანგზე ცუდი ვილაპარაკო, იმდენად მიყვარს რომ ცუდი სიტყვა არ მემეტება, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, ამიტომ მიწევს რომ ვილაპარაკო. თვითონ კარი საკმაოდ ისეთი ნორმ ზომის მძიმეა. ეგეც მინდა ვთქვა. აქ რაღაცა დარბილება დაგვიმატეს მათი ჭკუით, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის ეს მოკარბონო პლასტმასი, ეს ძალიან უხდება. ნუ მარტო შუშების აწევ-დაწევა არის და ნუ სარკეების რეგულირება. მეტი ისეთი არაფერი. და საჭე. საჭე ამ ავტომობილში დეტალია, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. აი, ძალიან ლამაზი საჭეა, ხელში არის იდეალური. აი, ყველაფერი მომწონს, ეს მოკარბონო პლასტმასები ძალიან მომწონს, ეს ღილაკები საკმაოდ ისეთი კარგი ზომით არის გაკეთებული, რომ არსად შემთხვევით არ დაგეწოლება. საჭე მომწონს, მაგრამ არ მომწონს აი ეს მიშენებითი მექანიზმი, ანუ არ ვიცი რატომ, მაგრამ სხვა ავტომობილებში თითქოს ასე ძალიან თვალში არ მხვდება რა ეს. ამ ავტომობილში რაღაცა ზედმეტად მხვდება და არ ვიცი რატომ, რაღაცა დააშავა აშკარად ამ ავტომობილმა, თორემ ასე არ უნდა იყოს. ჭერს რაც შეეხება, სულ რბილია, აი ყველა დეტალი, ნუ სარკე გვაქვს. რაც კარგია. გვაქვს ასევე სათვალეების ჩასადები, მინდა გითხრათ რომ ზაზორებში აქაც არის აცდენა, ბიჭო, ანუ ზაზორებში მაგრად უჭერთ რა, ანუ აქ იმხელა ჭრილია, აქ წვრილია, მაგრამ წინა მოდელებთან შედარებით ხმარ ამბობიღება ნამდვილად. ნუ შუქები და всё. რაც შეეხება წინ ინტერიერს. რა ხდება ის რომ მონიტორები გვაქვს, ძალიან კარგი ხარისხის მონიტორები გვაქვს, სხვათა შორის ახლა ჩავრთავ და შეგახედებთ კიდეც, ანუ აი ძალიან ლამაზია. ანუ ეს სპიდომეტრი ეგრეთ წოდებული და აი ყველაფერი კარგია რა, მაგრამ არის ერთი ძალიან დიდი მაგრამ. ბიჭო, ეს გრილები რაღაც უკეთესად შეეძლოთ და ეყენებინათ. ან რა ვიცი, აქ ეს ღილაკებიც, აი, ანუ ყანყალებს რა. ანუ ძალიან ფორდობა არის, მართლა. ნუ Type-C და USB აქ არც არაფერი სათავსო.
ეს სიჩქარეების გადამრთველი ჩემი ფავორიტია, ანუ იმდენად მიყვარს, რომ ყველა ავტომობილში შემიძლია, რომ აი ეს სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი მქონდეს, ძალიან მიყვარს. ორი ბოთლის მოსათავსებელი და პატარა სათავსო, რომელიც გვერდიდან იღება, ხო? ოღონდ ორივე უნდა ასწიო და ორივე სანამ ერთით არ იღება, ანუ წარმოიდგინეთ, ორივე მხრიდან უნდა ჩაეკვეხო. ანუ ჩათვალეთ, ეს არ გაქვთ. ეს არ გაქვთ. სავარძლები ამ შემთხვევაში გვაქვს ნაჭრის. მინდა გითხრათ, რომ ნაჭრის სავარძლებს არ მივესალმები მუსტანგში, იმიტომ რომ მუსტანგი სპორტული ავტომობილია და ყოველთვის რაღაცნაირად გიწევს რა მანქანით გადაადგილება. ამიტომ ნაჭრიც ცოტა უკომფორტოა პირადად ჩემთვის. თან ძალიან უბრალო ნაჭრის სავარძლებია. ანუ GT ყავს, წარმოიდგინე, იხდი საკმაოდ დიდ თანხას. ეს არ არის $10,000 და $5,000, რომ აი არ დაგენანოს რა. GT ყავს 5 და 0. ანუ საწვავზე ხმას არ იღებ რა, იმდენად ისეთი ავტომობილია. აი სავარძელს რომ ჩაგიდებენ. რავი რა, არ ვიცი, ჩემამდე არ დადის. ჩვეულებრივი რაღაც იმის, აი ფიუჟენის სავარძელი და ფიუჟენებშიც კი უკეთესი სავარძლები დევს. ტყავი უნდა იყოს ყველა GT-ში. პირადად ჩემთვის. კიდევ ერთი რამ, რაც უკვე გითხარით. ავტომობილის სავარძლები არის მთლიანად ხელზე, ანუ მექანიკურია, ავტომატური არ არის. ხელით უნდა არეგულირო. აწევა, მიწევა, მოწევა და აი ყველაფერი. აქ მცირე დუმილით, რამდენიმე წამიანი დუმილით პატევი მივაგოთ წინა მოდელის ავტომატურ სავარძლებს რა, იმიტომ რომ მოკლეს, ჩაკლეს, დააქვეს კედელს რა, ყველაფერი ცუდი უქნეს. ეს არ მომწონს რა, მაგრამ ისე კომფორტული არის, ანუ კარგად ზიხარ რა, რაღაც დისკომფორტის შეგრძნება არ გაქვს, მაგრამ ტყავს ითხოვ. აქ ეს მუსტანგის დამატებაც გვაქვს და კიდევ ერთი რამ, რაც ამ ავტომობილში გაანადგურეს, არის მუსტანგის წინა დაფა. აი ეს ჩაზნექილი რომ იყო. ვითომ მერე იტყვიან რომ იცი რაო, შენი მაქიო გენაცვალეო, შენი მაქიო არ არის მუსტანგიო და რეალურად რომ დავფიქრდეთ, მგონია რომ ჩემს მაქში ელექტრო მუსტანგში უფრო მეტი მუსტანგური ხასიათია შენარჩუნებული, ვიდრე ამ ახალი თაობის მუსტანგი. თუნდაც ის ეგრეთ წოდებული ტორპედო, მოდი ასე ვიტყვი და დაფას ახარ ვიტყვი, რომ აი ბევრმა გაიგოს რაზე მაქვს საუბარი. ანუ მჭირდება რა, თვალი ითხოვს, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი სახასიათო მაჩვენებელი მუსტანგში. აქ არ გვაქვს. და რის ხარჯზე, ანუ ეს მთლიანად დაგვიწვრილეს, საერთოდ დაწვრილებულია, ეს მონიტორი კი ჩააშენეს და ძალიან კარგია, მაგრამ ამისი რესურსი ისედაც ჰქონდა ამ ავტომობილს, რომ ეს მონიტორი ჩაშენებულიყო, ხვდებით? ეს იმდენად რაღაცა გააკეთეს, რომ აქ შეგვეძლო რაღაც გაგუკეთებინა ისეთი, რაც ბევრად უფრო ლამაზ ვიზუალს მისცემდა ავტომობილს. საბოლოო ჯამში, აი ამ ზონაზე წინ, რასაც მძღოლი უყურებს მუდმივად, მონიტორები მომწონს, ვინაიდან მიყვარს ეს მონიტორები კი შესაძლოა თვალით ძალიან დაღალა, აი ძალიან ბევრმა მონიტორებმა, მაგრამ ზომები კარგია, გამოსახულება კარგია და რატომაც არა, თან როცა ვითარდება ყველაფერი, ეს პატარა მონიტორები უკვე აღარ არის კომფორტული, მაგრამ აი ეს ზონა პირადად ჩემთვის, რავი, ჩემს 18-იან მუსტანგს მიდევს ვიდეოც შეგიძლიათ ნახოთ და იქ ძალიან კარგად ჩანს რაზე მაქვს საუბარი. ბევრად უფრო დახვეწილი და ლამაზი აქვს, ვიდრე ამ კონკრეტულ ავტომობილს. ანუ ახალ მუსტანგებში ზოგადად ასეა რა. დანარჩენი რავი რა გითხრა, ძალიან უბრალოა. ესაც რომ რაღაც უკეთესი მასალით გაეკეთებინათ და ცოტა რაღაც შეფუთული რომ ყოფილიყო მარკეტინგულად, რავი, როგორც გინდათ ისე დაარქვით, ბევრად ლამაზი იქნებოდა, მაგრამ GT-ა რა, ანუ არის ახლა ორი კატეგორია ამ შემთხვევაშიც რა. როცა GT-ს ყიდულობ, არ გაინტერესებს ეს რაღაცეები. გინდა აი ტრასაზე იგაზაო და ვიღაცას დაუდგე და ვიღაცას ცხოვრება გაუმწარო და ვიღაცას თავზე დაამხო ყველაფერი და ვართ მეორე კატეგორია, ვისაც მოგწონს GT და გრუხუნახმა და ამასთანავე მოგწონს მისი დახვეწილობა. ანუ როცა პირველი კატეგორია ხარ, ანუ ვაფშე არ გაინტერესებს ეს სავარძელი იქნება თუ არა აქ. და ტყავი გექნება თუ არა, წითელი ტყავი იქნება თუ შავი ტყავი იქნება თუ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პირადად ჩემთვის მაგას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მიყვარს თუნდაც ყავისფერი ტყავის სალონი ან წითელი ტყავი. ანუ მე მაგას ვაქცევ ყურადღებას. არის კატეგორია, რომელსაც ანუ ეგ საერთოდ არ აინტერესებს და ვერც მაგაზე ვერაფერს ვერ იტყვი რა. ამიტომ კაცია და გუნება რა, შეიძლება მე რაღაც არ მომეწონოს და სხვა იმაზე
გამოშტირდეს. ეგ არის თემა. სათავსო რომელიც რავი ხო, კაი, ფურცლებს ჩავაწყობთ. ნუ, ოკეი, всё. ეგ არის. მეტი არაფერი, სარკე. გვაქვს სხვათა შორის გამოსახულება და ანუ ავტომობილი ეტევა. აი ეს გვერდით სარკეები რაც გვაქვს, ეგენი რავი, უპატარავესია. მართლა. ეს ავტომობილი არ არის იმ ადამიანებისთვის, ზოგადად ვინც მართვას სწავლობს ახლა. ეს ავტომობილი უნდა იყიდოს იმან, ვისაც უკვე გამოსწილი აქვს მუსტანგი. ახლა მაინტერესებს ერთი უკანა ზონაში უფრო სწორად უნდა გადავიდე. როგორია იქ ჯდომა? აქედან რასაც უყურებ სავარძლები წინასთან შედარებით უკანები ბევრად უფრო მომწონს, იმიტომ რაღაცნაირად გონია რომ ძალიან კომფორტული იქნება. ახლა მე გადავალ იქ და ვნახავ ერთი როგორია უკან ჯდომა. არასდროს არ უმჯდარ სხვათა შორის მუსტანგის უკანა ზონაში რა, აი ეს მგზავრობის დროს და ჩემი წინა მუსტანგის სავარძლები დატესტილი მაქვს ასე და ახლა ესეც მინდა დავტესტო ერთი როგორია ვნახოთ. ახლა უნდა გადავიდე უკან, გაიმე. და ნუ მე კაი, შევედი. წარმატებები მისურვებს მეგობრებო. ანუ მე ძლივს ვეტევი აქ. მოდი გავასწორო ერთი რა. აუ. იცით რა არის? სავარძლები მართლაც ნორმალურია. ნუ სავარძელში არც ითვლება რაღაცა ჩაშენება არის. ცუდი არ არის, ცოტა თუ წინ მგზავრი წინ მიიწევა სავარძლით. კიდევ უფრო კომფორტული გახდება აქ ჯდომა. მაგრამ როგორც უკვე იცით, აქ ჯდომა ჩემი არ არის. ანუ აქ ჯდომა რავი. გგონია რომ შებოჭილი ხარ, აი აკვარიუმში ჩაქსვეს და ვერ სუნთქავ. მართლა ვერ სუნთქავ, იმიტომ რომ აი მგონია რომ რაღაცა უნდა მოხდეს და აქედან ვერ გავაღწევ. დანარჩენი რავი რა, ძალიან ნორმალური სიმაღლე. ჩემი თავი არ ედება, მაგრამ ჩემზე ოდნავ მაღალი ადამიანი უკვე თავს მიადებს რა. ერთადერთი ეგ არის. მეტი ისეთი რავი ჩვეულებრივი მუსტანგური სალონია. წავედით, ეხლა ისე აი ესე. აქ რაღაცა ერთ ფურცელს ჩადებ რა, თუ დანიავება მოგინდება, მარაოს ჩადებ რომ დაინიაო. გადავიდეთ. აი ასე. და ნუ გადმოვედით. კიდევ ერთი რამ, უყურეთ. აი, ამხელა თანხა გადავიხადეთ, მუსტანგი გვყავს, მთელი ამბები. აქ მუსტანგი დაგვიწერეს ჯიგრებმა. ცხენის დაგვიხატეს, ლოგო გვაქვს. ბიჭო, რამე ლამაზე დააგეთ, ანუ იმასაც ვერ იტყვი რომ ნიკელი რომ დამეგო, აი კარზე გაქვს ნიკელი. ნიკელი რომ დამეგო რაღაცა კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება, ბიჭო, არ იქნებოდა. ნიკელზე გაგეკეთებინეთ და იქნებოდა ძალიან ლამაზი. დიდრული ელემენტები შეტანა ხომ ძალიან ისეთი თემა არის, ანუ არც ისეთი ძვირი არ არის, რომ ელემენტარული აქ ნიკელი დაგეგოთ და ისე დაგეწერათ ეს მუსტანგი რა. რავი, ყველაფერში ფული არ უნდა დაჟმოტო, არის რაღაცეები, რაზეც უნდა გაიმეტო. თან ეგ ისეთი ფულია, რომ აი ხურდას რომ ვინმეს მისცემ, ან რომ არ გამოართმევ, ეგეთი თემადი, რავი, დაგეტოვებინეთ. დანარჩენი რავი, შეხედეთ და მე პირადად მიყვარს. რამდენი მინუსიც არ უნდა ვუპოვო ამ ავტომობილს, ყოველთვის ვიტყვი რომ მუსტანგი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტომობილია, ყოველთვის ვიყოლიებდი ძალიან დიდი სიამოვნებით და ერთი მუსტანგი ყოველს ოჯახში უნდა იყოს რა, ერთი მუსტანგი ყოველს ოჯახში უნდა იყოს. და ყველაზე მეტად რაც მიყვარს კიდე ჯითებში რა, აი ეს 5 და 0 რომ ფრთაზეა წერია, ეს დამატებით კიდევ ერთი 10-15 ცხენი არის რა. ესეც მიყვარს. საბოლოო ჯამში შევხედოთ გარედან. ვიზუალს მე პირადად ვერაფერს ვერ დავუწუნებ, არც დავუწუნებ, იმიტომ რომ არის ძალიან ლამაზი. თან ყველაზე კარგი არის ის, რომ მუსტანგმა არ შეცვალა თავისი პოლიტიკა ამ ავტომობილის მიმართ. რაღაცაები დატოვა ისევ ის. აი რომ შეხედა ვიტყვი რომ მუსტანგია რა. აი წინაფარებსაც რომ არ შეხედო და გვერდიდან დაინახო, ვიტყვი რომ მუსტანგია. ანუ არ გაანულეს მთელი ავტომობილის მოდელი, პირიქით რაღაცები შეცვალეს 50-50-ზე გადააწყეს, გადმოაწყეს და ისევ მუსტანგი დაგვიტოვეს რა. ძალიან ლამაზი, აი წინიდან რომ უყურებ, ძალიან მიყვარს. მე პირადად ძალიან მელამაზება. არა, ვერ ხვდი. всё. გავთვეთ ცოტა. აბა თუნდები რა სხვაობა არის ამ ახალ მუსტანგსა და ძველ მუსტანგს შორის კაპოტის ახდის დროს? ამორტიზატორები გვაქვს. ამორტიზატორები გვაქვს. ეგ დაგვიმატეს. აქ დარბილებაც არის. ნუ რა ვიცი, ძრავი აი
ლამაზია, კარგია, სამხელა რაღაცები, როგორ ყენია, აქაც ეგეც უფრო ამდიდრებს ეკრანით, რავი, ნორმ. ყველაზე მეტად მუსტანგებში რაც მიყვარს არის, რომ ძრავი არის სალონისკენ ახლოს რა. ანუ ნებისმიერი უბედური შემთხვევის დროს ძრავს რომ რაღაც დაემართოს ძალიან ისეთი მცირე შანსია მაგის რა. ეს ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, ყველა დაიფაროს. მაგრამ ესეც უნდა აღმენიშნა. დანარჩენი რავი, ყველაფერი მუსტანგურად მიყრილ-მოყრილია, მაგრამ რომ ჩაიხედები და აი 5-0 რომ ადევს ძრავის ხუბს ძრავზე, აი ეს, ამაზე მაქვს საუბარი, ეგ ძალიან სიამოვნებს თვალს, მაგრამ ამასაც რა თქმა უნდა შევცვლიდი რამე ლამაზ დავაყენებდი 5-0-ია ხალხო ბოლო-დაბოლო. ეს რომ იყოს ეკობუსტი, ანუ ამდენ რამეს ადამიანი არ მოითხოვ რა, თან არის 2024 წლიანი ავტომობილი. 2026 წელი ახლახანს დადგა. ფაქტობრივად 1 წლის ავტომობილია და უფრო მეტი მოეთხოვებოდათ, მაგრამ ალბათ კონკურენცია იმდენად დიდია, რომ ცდილობენ ხარჯები მაქსიმალურად შეამცირონ, თვითღირებულება დაუჯდეთ ძალიან ცოტა და ნუ გაყიდონ იმ ფასად, რომ მოგებაზე ელემენტარული გავიდნენ და მთელი ამბები. მაგრამ ანუ შეიძლება ეგ პოლიტიკა გაატარო 2 და 3-ების ან 3 და 7-ების დროს, მაგრამ 5-0-ს როცა ამ პოლიტიკას უტარებ, ჩემი აზრით არც თუ ისე სწორია რა. დანარჩენი რავი, ცუდი არ არის. მე მომწონს. დავაფაროთ. მართვას რაც შეეხება, მგონია რომ ეს ავტომობილი ბევრად უფრო მართვადია, ვიდრე წინამორბედები, აი მართლა. იმდენად კარგად უჭირავს თავი, რომ აი ვერ წარმოიდგენ, მაგრამ მაინც მუსტანგია. მაინც მუსტანგია, მაინც არის ის ფაქტორი, რომ შეიძლება სადღაც უცებ მოგიწყდეს, მაგრამ ბევრად რბილია, ბევრად კომფორტულია, უფრო მართვადია, უფრო მეტად გემორჩილება ვიდრე დანარჩენი სხვები. ეგ ძალიან მომეწონა ამ ავტომობილში, ანუ შიშის მომენტი უფრო ნაკლებია. რაც მთავარი, ანუ რეაქციას მოყვება იდეალურად, არაფერზე გართულება და პრობლემა ასე ვთქვათ არ არის. ეგეც ძალიან მომწონს, რაც შეეხება წვაზეც უნდა ვთქვათ. გეტყვით იმას, რომ წვით ქალაქში წვავს სადღაც 20+ ლიტრს. წარმოიდგინეთ, რამდენია 20 ლიტრი, რომ ამ ავტომობილში ასხარა. თან ფასიც არა აქვს ნაკლები და ცოტა სადღაც 30-დან ზევით მერყეობს ახალი მუსტანგების ჯითების ფასები. და გიწვავს 20 ლიტრას. ნუ ტრასაზე ჩამოდის სადღაც 12 ლიტრაზე და ძალიან დიდი ნახტომია იქიდან. ანუ სად ეხლა 25 ლიტრას რომ გიწვავს ქალაქში და უცებ ტრასაზე გახვალ და უი ჩამოდიხარ უცებ ძალიან დაბალ წვაზე. დანარჩენი რა შემიძლია გითხრათ, რბილი ნამდვილად არის გადასვლებზე და ყველაფერზე, ეგ კი არა, ჩემს ელექტროავტომობილზე უფრო რბილია. ხმაური ძალიან ნაკლებად შემოდის, აი ძრავის სასიამოვნო ხმა ნამდვილად არის. ქალაქში სამოძრაოდ ეს ავტომობილი და ყოველდღიური მოხმარებისთვის მინდა გითხრათ, რომ რავი, მგონია რომ არა, იმიტომ რომ წვის თვალსაზრისით მართლა ძალიან ბევრია. მაგრამ თუ გყავთ მეორე მანქანა, რომელიც აი გარაჟში გიყინიეთ და საჭირო დღეებში გამოხვალთ და დაადუღებთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. თან ანუ ჩქარიც არის რა. შეგიძლიათ თუ მაინც და მაინც არ ყოფნით ეს 400 რაღაც ცხენი, 486 ცხენი, შეგიძლიათ დაამატოთ კიდეც რა. არც ეგ არ არის პრობლემა სიმართლე რომ გითხრათ. დანარჩენი რავი, ჩვეულებრივი მუსტანგია, ოღონდ გაუმჯობესებული თავისი პროგრამებით, ინოვაციებით, ამ კამერებით და მთელი ამბებით, ნამდვილად კარგია. და ვერაფერს ვერ დავუწუნებთ. აი, სულ გზაზეც გვიწევს მოძრაობა რა. და დისკომფორტი არ გაქვს ავტომობილში. ანუ ჩემი მაქი ბევრად უფრო ხისტია და უფრო მეტად გრძნობს აი ამ პატარა კენჭებსაც კი, ვიდრე ეს ავტომობილი რა. ეხლა რომ გითხრათ, რომ ეს კლასივით დადისკო და მერსედესებით დადისკო, არა, მაგრამ ცუდი სამართავი არ არის, საჭიც იდეალურია. აი, იმდენად კარგად მოყვება ხელში, რომ აი ვერ წარმოიდგენ. ეს სიჩქარეების მაჩვენებელი დაფაც ძალიან უცხოა, ლამაზია.
საჭის ჭრილში ძალიან კარგად ეტევა და ძალიან მომწონს. კიდევ მინდა გითხრათ, ანუ ამდენი ხანი ეს გამივარდა და ყურადღებას მივაქცევ. კიდევ ერთი ინოვაცია უნდა გითხრათ, რაც Ford-მა გამოიგონა, ანუ სავარძლის გათბობა ხომ გინდათ და გინდათ რომ ზურგიც გაგიტვით. არა, ბებია თქვენისა, ვერაფერსაც ვერ გაითვოთ, მარტო ტრაკიო, ჯიგრებმა რა. ანუ ასეთი რა უცივდებათ, მე არ ვიცი, მაგრამ მარტო ტრაკზე გვაქვს გათბობა განაცვალე. რაღაცა ძალიან სლაბი ბრჭყალებში კუთუკურცხები აქვთ მაგ ჩემისებს და აჰა, მარტო ტრაკის გათბობა გვაქვს. კაი, ჩაჭერას რაც შეეხება, აი ძალიან კარგია. აი გრძნობ რა ავტომობილში რომ ზიხარ, გრძნობ რამდენად დახვეწილი და კარგი ავტომობილი იყოს რა. ნუ 2024 წელს ნამდვილად არ შეესაბამება მისი ტექნოლოგიები, როგორც აი სავარძელი და ეს მარტო ზურგის გათბობა და რაღაც აი ეს ბანძი ხარისხები და ნუ სავარძლებზე ხმას არ ვიღებ ვაფშე ეს ნაჭრები საიდან მოიგონეს მე არ ვიცი, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მუსტანგია, ფორდია და აი ყოველთვის ეგ არის ხოლმე რა, კაი ფორდია და მეტი რა უნდა მოსთხოვო. აი იმის მაგევრად რომ ფორდმა გაიუმჯობესოს ეს თავისი სახელი და თავისი რაღაცა ნიშა ასწიოს მაღლა, ყოველთვის ადამიანებში იწევს მაგ იმას, რომ ფორდია და მეტი რა უნდა მოსთხოვო. რატომ? როცა შეგიძლია ძალიან მაგარი რამე გააკეთო. თან ანუ ცოტა არ ღირს ავტომობილი რომ თვითღირებულებაზე იფიოს, რომ ღირსდეს 15 და 20 კიდე იწვი რომ დაჟმოტეს და გაამართლებ, მაგრამ 30 და ზევით როცა ღირს ავტომობილი, რავი, ანუ ესეთ ელემენტარულ რაღაცებს ნამდვილად არ უნდა ჟმოტავდნენ, ახლა ეგერის ნიანგის ტყავებს არ იყენებდნენ ხო არ ხადავ რაღაც 50 ღირს, 30000 ღირს მეორადი, ახალი 80. ხო, ანუ ეგ კიდე უფრო მეტი ის არის, აი, რომ გინდა რომ შეხვიდე აუქციონებზე, როგორც ქართულებს გვევასება, ძალიან რო გვიყვარს რა, შეხვალ ეგრევე კოპარზე წკაპ, ვაუ, ფორდი 2025 მივუთითებ რაღაცებს. ყიდულობ ამ ფორდს და მინიმუმ 20-25 უკვე ჯიბეში უნდა გედოს რომ ეს ავტომობილი იყიდო და ყიდულობ რა მოყვება ეს ნაჭრის სავარძლები და თან ანუ ნაჭრსაც ხო გააჩნია. ანუ ეგ ხელის აქ უნდა იფათურო რომ ეს სავარძლები არ რეგულირო და მთელი ამბები. წინახედვის შუშაზე გითხარით უკვე საქარემინაზე. აი, როცა ფორდი ყავს და მიჩვეული ხარ ამ მუსტანგებს, აღარ არის პრობლემა, მაგრამ აი როგორც გითხარი ეს რომ შეცვალეს და რაღაცეები რომ ისქნეს, რა ქვია, თავისი ისინი აშენეს და ვითომ ის ამატეს, ეს აშორეს, ნუ მთელი ამბები. ეს წინა დაფა ძალიან მაღლა იწია, ანუ ძალიან და ეს საქარემინა კიდევ უფრო რაღაცნაირად ცუდად ჩანს. სერვისი და ნაწილები. სერვისი და ნაწილები, რა თქმა უნდა, ფორდის ცენტრი ადგილზეა, გვაქვს გასისინებული. ასევე ნაწილები იშოვება, შეგიძლიათ გამოწეროთ თუ ადგილზე არ შეიძენთ. როგორც ვიცით, ამშრალებიც არიან, ვინც ამ ავტომობილს შლის და ნაწილებზე პრობლემა არ შეგექმნებათ. წესით წინა მოდელების რაღაც ნაწილებიც უნდა მიდიოდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ახალი მოდელი, ახალში რაც გულისხმობ, ან ნულიდან დაწყებული, ეს არის просто რაღაცებს შეცვლილი, გამოცვლილი, გადაცვლილი და გაკეთებული 2024 წლიანი რესტი, აი მე რესტად ვთვლი რა. ხო და ნაწილებზე პრობლემა არ გექმნებათ. ახლა ეს იმდენად ახალი მანქანა არის, 1 წლის მანქანა არის და სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით რა შეიძლება გქონდეს ძალიან ფუჭებადი, ძალიან ისეთი პრობლემური ამბავი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან ახალია, მაგრამ თუ რაიმე იქნება, არსებობენ ადამიანები, ვინც ყველაფრის მოგვარებაში ძალიან მარტივად დაგეხმარებიან. აი ასე. ეგ კი არა, მინდა ისიც დავამატო, რომ უკან ჩემს წინა მუსტანგში კიდე ჩაჯდებოდა ვიღაც, აი კიდე ვიღაცას ჰქონდა შანსი, რომ გადაადგილებულიყო რა, უკან ჯდომი. მაგრამ აქ ეგეც არ არის რა. ანუ რაღაცნაირად დააპატარავ ეს თუ რა ქნეს, არ ვიცი, მართლა გითხრათ, ნამდვილად უფრო პატარაა. რა თქმა უნდა, მოუდებით ავტომობილს აქვს რა რეჟიმში გინდათ რომ ავტომობილი მართოთ და გამოსახულებას გვეცვლება. მაგრამ აი თითქოს არაფერი, თუმცა თვალს ძალიან სიამოვნებს. ეს ნორმალი
სპორტზე გვილურჯდება ჩვენი ცხენი, ნუ ტრეკზე საერთოდ წითლდება და სხვანაირი შეფერილობა აქვს და ასე შემდეგ რა. რა ვიცი, მე მომწონს, ცუდი არ არის ამ ყველაფრით თამაში. გაერთობი კიდეც რა. აი, მომწონს. ლამაზია. დანარჩენი რა, ჩვეულებრივად მუსტანგური ამბებია. თაჩიც სხვათა შორის კარგია აქვს, ანუ ერიტყვი რა თაჩი შეიძლება არ ქონდეს, ახლა ტელეფონი დაკავშირებული არ არის და ბევრ ამას ვერ გაჩვენებთ. რა ვიცი, ჩვეულებრივად გვაქვს. უბრალოდ კიდევ რაც მაკლია ახლა ნელ-ნელა ბნელდება და განათებები არ არის ავტომობილში. ანუ აი ყველაფერი არის ჩამქრალი თითქოს. ან მე ვერ ვხედავ, მაგრამ ბიჭო, აშკარად არ არის არსად არაფერი რა. აუ არ ვიცი რა. თითქოს უფრო მეც მოველოდი ფორდისგან. აი როგორც სიტყვიან გამიტყდა მაგრად. რეალურად გარედან იმდენად კარგი ავტომობილია. აი ჩავაქრობ. იმდენად დახვეწილია. იმდენი ლამაზი დეტალი ჩააქცევს, თუნდაც იმ ფარებში ის გაყოფილი დეტალები, რომლებიც აი იმდენად ლამაზი გარე იმით არის შეფუთული, აი წინიდან რომ შეხედავ, გონია რომ სულანთია, ის სულანთებული ეს ავტომობილი და დამაკლდა ის რომ ელემენტარული განათებები არ დააყენეს და აი ეს უბრალო სალონია და რავი, აი მართლა Ford Transit-io რომ იტყვიან, ის არის რა. მეწყინა ძალიან ენაც კი მებმევა, იმდენად მეწყინა, იმიტომ რომ Mustang-ი ჩემთვის არის საკულტო ავტომობილი. მიყვარს ყველაფრით, აი ყველაფრით მიყვარს Mustang-ი და აი ამ პარკინგის ღილაკს რო ამატებდნენ, ანუ იმხელა რაღაცა გააკეთეს, ეს აი იმხელა ბარია. ბიჭო, ბარემ ისევ ხელის მუხრუჭი ყოფილიყო, რომ უფრო მეტი სპორტულობა ჰქონოდა ავტომობილს რა. აქ ესენიც იმხელაზეა გადაწელი, ნუ კაი ამას არ ვუწონებ, მაგრამ აი ამ პარკინგის ღილაკს ისევ მერჩვენა, რომ ხელის ბერკეტი ყოფილიყო. რაღაცა Mustang-ური რა, თან 5 და 0. ეს არ არის 2 და 3 ეკობუსტი რა. იყოს რა უნდა უქნაღა რომელ სპორტულობას ვთხოვო რომ თქვა და ამ თითით დააწვედა რაღაცები, მაგრამ ბიჭო გჭირდება რა Mustang-ია. ცხენია Mustang-ია და აი არსად რომ არაფერში არ აგერევა ისეთი ავტომობილია რა. აი ბავშვებს რომ ხედავენ ამ ავტომობილს, ყველას უხარია და ზუსტად ისეთი შეგრძნება გაქვს ამ ავტომობილში რომ ზიხარო, აი რავი რაღაცა სასწაულს მართავ. და ჯდები და ეს პლასტმასები ცავსე მანქანა გხვდება. გავიგეთ, მართლა გავიგეთ გაგების დონეზე რომ თუ ფულს დაამატებ და გიმატებენ ამას, თუ ფულს დაამატებ და გიმატებენ ამას, იმას, მაგრამ ბიჭო, სანამ ფულს დაგიმატებ, მანამდე ხომ 30,000 გახუტებ. იმ 30,000-ში რაღაცა ხომ უნდა მოგდიოდეს. უბრალოდ მართლა ვამბობ იმას, რომ Mustang-ი არ არის იმის მანქანა, რომ აუ პრავა ავიღე და წავალ Mustang-ს ვიყიდი. არა, Mustang-ი უნდა გიყვარდეს. მაგიტო ვამბობ, ამ ავტომობილს ვიყიდდი ამდენი მინუსის მიუხედავად, იმიტომ რომ ვგიჟდები Mustang-ზე და არ მაინტერესებს, არ დავინტერესდები. თვალს დავხუჭავ. მაგრამ სადღაც მაინც აგეხილება ბიჭო. მაინც აგეხილება. ეგ არის თემა. წავედი ახლა მე. გადავიხდიდი თუ არა ამხელა თანხას გეტყვით, რომ დამენანებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი მინუსი ვუპოვე შიგნიდან. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ დადის იდეალურად. ყველა Mustang-ზე, რაც კი აქამდე გამოსულა, პირადად ჩემთვის ყველაზე მანევრირებადი, დამყოლი და აი კარგი გამოსაყენებელი ავტომობილია. კარგად მოყვება, რეაქცია იდეალური აქვს სამუხრუჭეზე, ანუ არ გაქვს ის შეგრძნება, რომ შეიძლება რაღაც სიჩქარეზე ვერ დაიჭირო. ეგეც არ არის. მოწყდომით, ნუ ყველა ავტომობილი რა თქმა უნდა წყდება, მაგრამ ამ ავტომობილში სტაბილურობა უფრო მეტად არის ვიდრე წინამორბედებში. ეგეც ძალიან კარგია და კარგი მიგნება, იმიტომ რომ Mustang-ი როცა ყავს გჭირდება სტაბილურობა. ამ შემთხვევაში ეგ ნამდვილად ისე არის, როგორც უნდა იყოს. 2 და 3 მყავდა და ისე უცბად მიწყდებოდა ის 2 და 3, რავი, აი დაჭერა მიჭირდა და ამ შემთხვევაში ეგ შეგრძნება გამქრალია.
საბოლოოდ გეტყვით იმას, რომ მუსტანგი არ არის ის ავტომობილი, რომ უბრალოდ იყიდო მხოლოდ იმის გამო, რომ გემუღამება რა. მუსტანგი უნდა გიყვარდეს, მუსტანგს უნდა გრძნობდე და მუსტანგის საჭის ტრიალის ნერვი და თავი ნამდვილად უნდა გქონდეს. არ არის ის ავტომობილი, რომ აი 5-დან 0-ს ვიყიდი და აი მთელი დღე მაგრად ვიგაზავებ, ბიჭო, ვერ იგაზავებ, იმიტომ რომ არ არის ეს ის ავტომობილი, რომ ყოველ დღე 5-დან 0-ით იარო. ეს არის ავტომობილი, რომელიც უნდა გყავდეთ მეორე ავტომობილად და საღამოობით დაადუღოთ ხოლმე საბურავები. ყველაზე კარგი კიდევ არის ის, რომ ტრეკზეც ძალიან კარგია, დრიფტში სხვათა შორის ძალიან კარგია, შეიძლება დრაგზე იმდენად ვერ გაქაჩოს, ვინაიდან ძალიან სრიალებს, მაგრამ დრიფტი ნამდვილად გამოსდის. წინა მორბედებთან შედარებით უფრო მეტად. გამოცდილი ადამიანების მაგალითად გეუბნებით ამას, ვინაიდან მე ჩემს ვიდეოებში იცით, რომ მანქანებს არ და ვერ ვაწვალებ, ამიტომ სხვების გამოცდილებით გეუბნებით მაგას. კიდევ ერთხელ შევხედოთ. სპორტული არის, მუსტანგის ხასიათი გვაქვს. აი ძრავის ხუფზე თითქოს რაღაც მაკლია. მაგრამ საბოლოო ჯამში ის სახელურებიც კი, რომელიც არ მომწონს რეალურად, თითქოს უხდება, რაღაცა სპორტული და ჯაჯგურა გამოდის. საბოლოო ჯამში მუსტანგის კარგი გაგრძელებაა ახალ პერიოდში. დანარჩენი რავი, თქვენ უნდა შეაფასოთ, როცა გადაწყვეტთ ყიდვას. მე თუ მკითხავთ, კარგი იქნება რომ სადმე ვინმესთან გატესტოს ეს ავტომობილი და მხოლოდ მაგის მერე მიიღოთ გადაწყვეტილება. გეტყვით იმას, რომ ეს ავტომობილიც იყიდება და თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ და ყველა კითხვაზე ამომწერო პასუხს მიიღებთ ჩემგან. მოკლედ, ჩვენი ვიდეო უკვე დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, დამიწერეთ კომენტარები და მე კიდევ ძალიან ბევრ კარგ ავტომობილს გვპირდებით.